სალამი, მოგესალმებით, ვაგრძელებთ და ვამთავრებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას 79 ნაწილს. და გადავალთ მე-80 ბოლო ნაწილზე დღესვე. ეს იყო ჩაწერილი 2022 წლის 9 ოქტომბერს და ამ დროს უკვე ეს კითხვაც რო ისმის, ამ დროს თუ არ მეშლება ახლა მე მგონი მომხდარია ის შემთხვევა, რომელიც უკავშირდება სტივ ლოუსონს, რომელიც სკანდალში გაეხო ახალგაზრდა გოგონასთან მიმართებაში. სტივ ლოუსონი 70 წელს გადაჭარბებული პიროვნება, რომელიც ითვლებოდა ჯონ მაკარტურის შემცვლელად და ძალიან ახლო მეგობარი მისი, იყო სკანდალში გარეული და შეიძლება აქედანაც იყო ეს კითხვა გამორეული, მაგრამ ძალიან მალე მოხდება და მეც ეგ თავფურცლად დაუდევი. აინტერესებს პიროვნებას, როგორ უნდა გაუმკლოს ეკლესია პასტორის ანუ ხუცესის ცოდვას და ამოქმედოს დისციპლინა, იცით, მათ ეს სახარებაში იესოს მიერ მოწოდებული დისციპლინა, რომ როცა შენი ძმა ცდება, უნდა მიხვიდე, უთხრა გააფრთხილო, თუ არ მოგისმენს მერე კიდე მოიყვანო 2 და 3 მოწმე, მერე ეკლესიის წინაშე და ეს დისციპლინა, ამ დისციპლინას გულისხმობს ეს პიროვნებაც. როგორ უნდა მოხდეს ამის ორგანიზება. ჯონ მაკარტური აფრთხილის, რომ ეს იქნება ბოლო კითხვა და ძალიან კარგ ლოცვას წაიგითხავს, ასე რომ გთხოვთ დარჩეთ და მოусვინოთ ბოლო ლოცვას. ბევრი ლოცვები მომისმენია ჯონ მაკარტურის, მაგრამ ერთ-ერთი ეს იყო შესანიშნავი ლოცვა, ალბათ, რომელიც ყველას გვეხება და ყველას გულში არის ესეთი ლოცვა. გამარჯობათ, მე ქალები მქვია, ქალები გასოთ ეს ქალები იესო ნავეს ძესთან, რომ წავიდა, გასოთ ეს სახელი, გითხარით ადრეც პოპულარ არის, იგივე ქალებია, როგორც იგივე ულისე იყო თუ არა. და ქალებიც გავრცელებული სახელია ინგლისურენობა, იმაში გასოთ, როდესაც 12 მსვერავი გაუშვი, ერთ-ერთი ქალები არის იუდას ტომიდან და ის დაამტკიცებს და დაადასტურებს რწმენას იესო ნავესთან ერთად და არ იტყვის შიშით და აღწერს იმას და ასევე იმედს მიცემს ისრაელებს, რომ არა, ჩვენ შეგვიძლია დამარცხება ყანაკელებისო, თუ გაიხსენებთ ეს გამოსulis ან რიცხვთა წიგნში არის მოცემული. ქალები ამბობს, რომ მე ვარ ახალი წევრი მადლის ეკლესიის, თქვენი ეკლესიის და ჯონ მაკარტურმა კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. ჩემი კითხვა ეკლესიის დისციპლინას ეხება. ჩვენ მუდმივად ხედავთ, როგორ ვარდებიან ეკლესიის ლიდერები, პასტორები ცოდვაში. ან ისე სიტუაციაში, რომლებიც საფრთხეს უქმნის მათ მსახურებას. შეიძლება ეს რავი ზაქარაიაზე ამბობს, იმიტომ ამ დროს მოხდა რავი ზაქარაია, უფრო რავი ზაქარაია იქნებოდა ალბათ. და ამაზე, იმიტომ აინტერესებთ ახლა ეს სკანდალები, ბოლო სკანდალები ეგ იყო. როგორ უნდა გაუმკლოს ეკლესია პასტორის ან ხუცესის დისციპლინას და როგორ იკურნება ეკლესია ამ ტკინეული გამოცდილების შემდეგ. და ჯონ მაკარტური პასუხობს. პირველად, მე მინდა სანამ პასუხს გავცენეთ, მე მინდა იცოდე, რომ პასტორი უნდა იყოს უმციკლო ამ სიტყვის პირდაპირ გაგებით, რაცაც მოთხოვნილებას გვიყენებს სულიწმინდა პავლეს პირით, ტიმოთეს წერილში, ტიტეს წერილში, გასოთ, რომ ეკლესიის პასტორი უხუცესებთან ერთად უნდა იყვნენ უმციკლოები. თუ ის არ არის უმციკლო, ან სხვა სიტყვებით რომ თქვა, თუ არსებობს კანონიერი საყვედური, რაც ნიშნავს რაღაცა სერცხულს, რომელსაც მისი საქციელი იწვევს, ის ვერ იქნება პასტორი, ის ვერ იქნება უხუცესი. ეს არ არის სრულყოფილება არ იგულისხმება მასში, რადგან არც ერთი ჩვენგანი არ არის სრულყოფილი, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ მაგალითები მორწმუნეებისათვის. თუ ჩვენ თვითონ უფალს ვარცხვენთ, ჩვენ კარგად შესაძლებლობას ვიყოთ სამაგალითოები. და თქვენ ნამდვილად გეძლევათ ერთი შესაძლებლობა. ეს არის პატიოსნება თქვენ ცხოვრებაში. თქვენ გეძლევათ ეს ერთი შესაძლებლობა, თუ რაიმე აშკარად ცოდვით, საკუთარ თავს დისკრედიტაციას გაუკეთებთ, მაშინ თქვენ კარგავთ ამ უმციკლოების ტიტულს. ეს იყო შეიძლება რაღაცა უზნეო საქციელი. სწორედ ამიტომაც პავლე მაშინ, გასოთ, როგორც ვახსენე, ის ერთი ქალის კაცი უნდა იყოს, რადგან უმეტეს შემთხვევაში, როცა პასტორები ცდებიან ხოლმე, ეს არის მორალური საკითხი და მორალურში ცდებიან. ასევე პეტრე დასძენს, რომ ფულის გამო არ უნდა იყო მსახურებაში. ეს არის ცოდვის მეორე კატეგორია, რომლებიც ხშირად ხდება პასტორებში და ისინი მატერიალურ ნივთებს და ფულებს მიყვებიან ხოლმე. ამას ქვია პეტრეს წერილს წავიკითხავ მე, ეს არის ბილწი-ანგარება. ესე იგი, ბილწი-ანგარება, უწმინდური მოგება თარგმნა, მაგრამ ბილწი-ანგარება ზუსტი თარგმანი.
როდესაც ეს ხდება, უმციკლოების სტატუსი ასევე ამ დროსაც იკარგება. მე წავიკითხა პირველი პეტრეს, მე მოვიძიე თვითონ, სად იყო ეს ნახსენები, პირველი პეტრეს მეხუთე თავი. პირველი პეტრეს წერლის მეხუთე თავში. პირველი მუხლი ესე იწყება. ეს მეორე მუხლში ხდება. თქვენს შორის ხუცესებს შევაგონებ და როგორ ქართველებს გადახედეთ ახლა საქართველოში რა ხდება ამ მხრივ. თქვენს შორის ხუცესებს შევაგონებ მე თანაუხუცესი ქრისტეს ტანჯვის მოწმე და აგრეთვე თანაზიარი მდიდებისა, რომელიც განცხადება. წყემსზე თქვენთვის მონდობილი ღვთის სამწყო არა იძულებით, არამედ ნებით და ღმერთისათვის სათნოდ, არა ბილწიანგარებით, არამედ გულმოდგინებით. ნუ იბატონებთ ღმერთის სამკვიდროზე, არამედ მაგალითი იყავით სამწყსოსათვის და როცა გამოჩნდება წყემს მთავარი, დიდების უჭკნობ გვირგვინს მიიღებთ. ხედავთ? შესაძლოა როდესაც ასეთი ადამიანები ეკლესიიდან გარიცხულია და ჭეშმარიტად ინანიებს, ჩვენ შეიძლება ვიჩქაროთ და თქვათ, რომ უფალმა შეიძლება კლავ გამოიყენოს ესეთი ადამიანი. მე მაინც თავს შევიკავებდი, მაგრამ ის არ იქნება უკვე მოდელი, რომელიც პასტორს ჭირდება. შესაძლოა მრავალი წლის შემდეგ მისი ცხოვრება მართლაც მთლიანად შეიცვალოს და ის კლავ დაუბრუნდეს რაიმე ტიპის სახურებას ეკლესიაში, მაგრამ არა უხუცესისა, ეპისკოპოსისა და პასტორისა. არ მინდა ახლა ეს შესაძლებლობა გამორიცხო, მაგრამ მე მსახურებას ვთვლი როგორც ერთადერთ შესაძლებლობას, რათა შევინარჩუნოთ ეს პატიოსანი ცხოვრება და როდესაც ეს იკარგება, ეს უკვე დაკარგულია. და ეკლესიამ უნდა გაუმკლავდეს ამას, თუ უხუცესი შესწოდავს იესოს მითითებით, ისევე როგორც ნებისმიერი წევრი. 2 ან 3 მოწმით დაუპირისპირდეს და გაუმკლავდეს. ეს უკვე ცალსახაა და ყველაზე ვრცელდება ჩვენის ჩათვლით. კარგით? გმადლობთ პასუხისათვის. ვფიქრობ, ჩვენ უკვე ამით ამოვწურეთ დღევანდელი სესია. ძალიან წუხარ იმის გამო, რომ ვინც რიგში დარჩი და ვერ მოასარით თქვენი კითხვების დასვა, მაგრამ გარწმუნებთ დიდი იქნება თქვენი ჯილდო ზეცაში და სიცილი აუდიტორიას ახლავს. მოდით ახლა და ვილოცოთ და მადლობა მოუხადოთ ჩვენს მამას. მამაო, ჩვენი გულები ხარობენ, რადგან შენი სიტყვა სრულიად საკმარისია ჩვენთვის ნებისმიერ კითხვებზე პასუხის გასაცემად. მისი ჭეშმარიტება ყველასთვის ნათელია, მისი დაპირებები რეალურია. შენი ძალა გარდაქმნის და ზრდის ნებისმიერ მორწმუნეს. გმადლობთ ამ ეკლესიისათვის, გმადლობთ წმინდანებისთვის, გმადლობთ წმინდა სიყვარულისთვის, გმადლობთ ზიარების კურთხევისათვის, გმადლობთ სული წმინდის მოქმედებისათვის, რომელიც მიგვიძღვება და ყოველთვის წინ გვიბიძგებს სიმართლის, მორჩილებისა და სიყვარულის გზაზე. გმადლობთ, რომ მომავლის არ უნდა გვეშინოდეს, რადგან არაფერი დაგხვდება ისეთი, რაც ჩვენ დაძლევას შეძლებს, რადგან ის, ვინ ჩვენშია, უფრო დიდია, ვიდრე ის, ვინც ამ ქვეყნად არის. და არ არსებობს განსაცდელი გარდა ადამიანისა, თუ ღმერთის განსაცდელთან მოგიძებნით, ასევე ღმერთი მოგიძებნით ამ განსაცდელთან გამოსავალს, რათა შეძლოთ მისი გადატანა. როგორც წმინდანებს ჩვენს გვაქვს ჭეშმარიტება, ჩვენ გვაქვს სულის ძალა, აღორძინების რეალობა და ახალი ბუნება, რათა გაუძლოთ ცდუნებას, რომელიც ჩვენს დისკრედიტაციას გამოიწვევს. ჩვენ მოუთმენლად ველით იმ დღეს, როდესაც ჩვენ დარჩენილი ხორცზე სულ გამარჯვებას მოვიპოვებთ, მაგრამ მანამდე უფალო და ეს სიმართლის გზაზე ვიაროთ სულით ახსილება და დავინახოთ მისი ნაყოფი სიმართლეში, სიხარულში, სიყვარულსა და ეფექტურ სახურებაში. ეს არის ჩვენი ლოცვა იესო ქრისტეს ჩვენი მხსნელის სახელით. ამინ. მადლობა მოსვენისათვის.